Те россияне, которые едут с туризмом, со всеми хорошими намерениями, делают бизнес, мы очень приветствуем. Приезжайте вы. ჩვენი მხრიდან გახსნილია სავიზო რეჟიმი, ჩვენ მივესალმებით მხოლოდ რუს ტურისტებს. ბიზნეს არანაირი პრობლემა არ შექმნია და ციფრებს რო შეხედოთ, მინდა გითხრათ, რომ გაიზარდა კიდევაც ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს კი, დამსხვილი ბრუნვაა. ის რომ ქართული ღვინო გავა რუსეთზე და ამით ვიღაც ქართველი გლეხი აქ ფულს იშოვის რუსეთის ბაზარზე თუ ამას ეს მოყვება მეც ვიდრე დღეს შოულობს ეს ნიშნავს რომ ეს არის კარგი ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ლიბერალური რეჟიმი რუსეთთან მიმართებაში თუნდაც ვაჭრობის კუთხით ნებისმიერ ამის შეუძლებლად შემოიტანონ ანუ ფულით შეუძლებლად შემოიტანონ თვითონაც შეუძლებლად შემოიტანონ პროდუქციაც შეუძლებლად მომსახურებას ნებისმიერ ამეთ ჩვენსკენ უპრობლემოდ შემოწან ჩვენ გვაქვს თავისუფალი რეჟიმი პრობლემა არის იქიდან მხრიდან და თუ იქიდან მხრიდანაც იქნება ანალოგიური ეს იქნება მომგები როგორც ჩვენთვის ისე რუსეთის ბაზრისთვისაც აი ეს არის ახალი რუსეთი რომელთანაც აუცილებლად შეძლებს მეგობრობაში ყველაზე ძლიერი დიპლომატი ვინ არის ვისთანაც ქონიათ ურთიერთობა ვინც დაგამახსოვრდათ ლავროვი აი ზოგადად დიპლომატი კომენტაროდ და უსიტყვოდ ლავროვი საქართველოში მოღვაწე სახელმწიფო კომპანიებიც არის VTB ბანკი ისეთივე როგორიც არის RAO-ი და ასე შემდეგ ძალიან აქტიური ინვესტიციებს ახორციელებენ და ასე ვთქვათ ფულის ასე ვთქვათ სუნი არ უდის ნებისმიერი ინვესტიცია კაპიტალი საქართველოში არის მისასალმებელი Lupa usprescaro damijda da damitsqa თავისი მივხვდი რა არის რუსი რესპონდენტი გახსნილი თავისუფალი სულ სხვანაირია იმიტომ რომ რუსეთში ცხოვრობს სხვა გალაქტიკა სხვა მასშტაბებია არის რამდენიმე სიმღერა რომელიც მე ძალიან მიყვარს თქვენი და манит карусель манит карусель ერალი დათოთურაშვილი რომელიც იყო მიხალკოვის შვილის ქორწილში. ბევრი იყო რუსეთიდან ჩამოსული. კი, ბევრი ხალხი იყო, ხა ნათესაობები ამ ნაძას ნათესაობა. ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავაკეთეთ იმისაც რომ რუსული საზოგადოების იმ ნაწილისთვის რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ჩამოსვლით, საქართველოს მოგზაურობით, საქართველოს туризмით, საქართველოს инвестирებით. 11 июня в московском клубе А2 концерт Нино Катамадзе и группы Inside. Сейчас. Спасибо большое. Спасибо.